მოგესალმებით, ჩემოძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა საინტერესო თემით თუ რას მოგიტანთ 10 ივლისის სავსემთვარეობა თხის რქაში. არ აქვს მნიშვნელობა, როდის უყურებთ ამ ვიდეოს, ანუ არ არის აუცილებელი 10 ივლისს უყუროთ, როდესაც შეგხვდებათ ესე იგი, მაშინ არის მისი ყურების დრო. დავარიგებახლავე ვარიანტებს და ვნახოთ აბა, რას მოუტანს 10 ივლისის სავსემთვარეობა. პირველ ვარიანტს და რას მოუტანს 10 ივლისის სავსემთვარეობა მეორე ვარიანტს. მოდით ქვების მაგივრად დღეს გავაკეთებ გასაღებებით და პირველი ვარიანტი ასეთი გასაღები, მეორე ვარიანტი ასეთი გასაღები გვაქვს. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ რა თქმა უნდა და მეგობრებო, შეგახსენებთ რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებელია რომ მოიწონოთ ჩემი პოსტი და ვისაც არ გაქვთ ჯერჯერობით მოწონებული ჩემი გვერდიც მოიწონეთ. ასევე იცით ძალიან ხშირად მესმის ხოლმე და ვფიქრობ თქვენ თავადაც თუ დააკვირდებით სავსემთვარეობის დროს იშვიათია რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. ანუ კი ბატონო ხდება ხოლმე განსაკუთრებული რაღაც მოვლენები, მაგრამ უმეტესობასთან ძირითადად სავსემთვარეობის დროს რაღაც განსაკუთრებული მოვლენები არ ხდება. და რატომ არის ეს ასე? იმიტომ რომ სავსემთვარეობისას პირველ რიგში ყველა ჩვენი პოტენციალი, მათ შორის ყველა ჩვენი შიში, ყველა ჩვენი ბნელი მხარე, ფარული მხარე იღვიძებს ილუზიები, მცდარი შეხედულებები და ნახეთ, მაინც და მაინც სავსემთვარეობის დღეს შეიძლება რაღაცეები არ მოხდეს, მაგრამ სავსემთვარეობას ყოველთვის მოაქვს ნელ-ნელა რაღაც გარკვეული ცვლილებები. კარგით, ვფიქრობ გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. უბრალოდ ავხსენი. თასების ხუთიანი. რატომ არის ასეთი არკანი? ნახოთ აბა, რას მოგიტანთ პირველი ვარიანტი თქვენ 10 ივლისის სავსემთვარეობა. ძალიან საინტერესო არკანები არის, მინდა გითხრათ. მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მძიმე. იმიტომ რომ აქ სამი უფროსი არკანი ამოვიდა, არკანი ქურუმი ქალი, არკანი სიკვდილი და არკანი მზე, ასევე ამოვიდა ერთი ცარიელი არკანი და თასების ხუთიანი. პირველ რიგში მე აქ ვხედავ იმას, რომ ბევრი თქვენგანი დიდი შანსია იყოს ახლა რაღაც გარკვეულ ემოციურ კრიზისში, ან ახლო წარსულში გქონდეთ დამარცხებული კონკრეტული ემოციური კრიზისი. თუ თქვენ ჯერჯერობით არ გაქვთ დამარცხებული და რაღაც ემოციურ გაურკვევლობაში, ემოციურ არასტაბილურობაში და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ხართ, მინდა გითხრათ, რომ ეს სავსემთვარეობა მოგიტანთ ზუსტად იმას, რომ გამოხვალთ ამ ემოციური კრიზისიდან, გამოხვალთ ამ მარტოობის შეგრძნებიდან, გამოხვალთ ამ შეგრძნებიდან, სადაც გგონიათ, რომ საერთოდ ვერავინ ვერ გიგებთ, არავის არ ესმის და არავის არ უნდა რომ თქვენი გაიგოს, ხო? და ასევე შეხედეთ სამი უფროსი არკანი და ცარიელი არკანი. აქ ხდება თქვენი სრული განულება, სრული ტრანსფორმაცია. და პირველ რიგში ხდება ტრანსფორმაცია თქვენი ინტუიციის კუთხით და ხდება თქვენი ტრანსფორმაცია მატერიალური ასპექტებით, იმიტომ რომ აქ ამოვიდა არკანი მზე. მზე არის რა? მზე არის ჩვენი ბავშვური ენერგიები, მზე არის ჩვენი ეგო, მზე არის თავდაჯერებულობა, მზე არის ფინანსები და რა თქმა უნდა ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, რადგანაც ეს არის საჯარო გაშლა, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ ექნება ცვლილებები თქვენი სხეულის კუთხით. მაგალითად, წონაში ან მოიმატებთ, ან დაიკლებთ, ან ზოგადად თქვენი ფორმები გაუმჯობესდება, შეიცვლება უკეთესობისკენ, ხო? ასევე უმეტესობასთან, თუ თქვენ დიეტაზე იყავით, ან ცდილობდით წონაში ან მომატებას, ან დაკლებას, ამაზედაც საუბარი ზედმეტი არის, აუცილებლად დაინახავთ შედეგს. და ასევე არკანი მზე მეტყველებს იმის შესახებ, რომ მატერიალური ასპექტით იქნება ცვლილებები, ანუ თუ თქვენ გქონდათ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები, ან ფინანსების პრობლემები, ეს პრობლემები აუცილებლად დასრულდება და მოგვარდება. და მოგვარდება ძალიან საინტერესო, ძალიან შემეცნებითი და თქვენ
წარმოიდგინეთ საკმაოდ სასიამოვნო გზით. დიახ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ტრანსფორმაციები და ცვლილებები უფრო მეტად ხდება ნეგატიური ემოციებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და პოზიტიური ემოციებითაც ხდება ხოლმე. ვერ ვიტყოდი იმას, რომ ეს იქნება თქვენთვის ძალიან მარტივი გზა მაინც და მაინც, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მძლავრი განულება, სრული ტრანსფორმაცია, სადაც იცვლება თქვენი ემოციური ფონი, იცვლება თქვენი სხეული, იცვლება თქვენი ჯანმრთელობა, იცვლება თქვენი ინტუიცია, ჩაკრების მდგომარეობა და იცვლება უკეთესობისკენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კარგი შედეგისკენ მიდიხართ. მოდით კიდევ დავამატოთ არკანი ან არკანები. რას მოუტანს პირველ ვარიანტს 10 ივლისის სავსემთვარეობა? არკანი კვერთხების 6-იანი. გამარჯვება საკუთარ თავზე, გამარჯვება საკუთარ შიშებზე, გამარჯვება საკუთარ პრობლემებზე, დარდებზე. აქ იქნება სრული გამარჯვება და სრული თავდაჯერებულობა. თქვენში, მეგობრებო, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერი და რამდენად კარგი ენერგიები იღვიძებს. თქვენ იქნებით გამარჯვებული საკუთარ დარდებზე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რას მოგიტანთ ეს სავსემთვარეობა და თასების 6-იანი ამოვიდა. აქ პირველ რიგში აქ დიდი შანსია იყოს გარკვეული ნოსტალგიური ემოციები. ისე შეხედეთ რა საინტერესოა, პირველ ვარიანტზე თასების 5-იანი, მეორეზე თასების 6-იანი. დავამატოთ არკანები და ნახოთ რას მოუტანს მეორე ვარიანტს. 10 ივლისის სავსემთვარეობა. ნახოთ აბა. მეგობრებო, ნახეთ, აქ უკვე ცოტა სხვანაირი სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ პირველ რიგში აქ ახლო მომავალში თქვენკენ მოდის ისეთი ენერგია, სადაც მოგიწევთ რაღაც ბეჯითი შრომა, კონცენტრაცია რაღაც კონკრეტულ საქმეზე. თუ თქვენ დაუშვათ ეძებდით სამსახურს, სავსებით შესაძლებელია, რომ სამსახური დაიწყოთ, ან რაღაც კარიერული ცვლილებები მოხდეს თქვენს რეალობაში, თანაც საკმაოდ დადებითი, იმიტომ რომ პენტაკლების 8-იანი მეტყველებს ბეჯით შრომაზე, შრომით ტკბობაზე და შრომის შედეგების ხილვაზე. ასევე დავამატებდი აქ ასეთ რაღაცას, რომ ახლა ამ ეტაპზე კონკრეტულად და ახლო მომავალშიც თქვენ ხართ თასების დედოფლის ენერგიებში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, თქვენ ხართ ასეთი სენსიტიური ადამიანის ენერგიებში. ენერგიებში, სადაც თქვენ ხართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე, სადაც ზედაპირზე ამოდის მაქსიმალურად თქვენი უარყოფილი, თავის დროზე უარყოფილი ემოციები, იქნება ეს ბრაზი, ნეგატივი, სადღაც შურიც კი შეიძლება იყოს, წყენა, ბოღმა, შიშები. ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე, ხდება უფრო თვალსაჩინო თქვენთვის და გეძლევათ იმის საშუალება, რომ ეს ყოველივე დაამუშაოთ საკუთარ თავში. გარდა ამისა, თასების დედოფალი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია უკაცრავად ძალიან ძლიერი, ფანტასტიკურად ძლიერი ინტუიცია და ნახეთ, თქვენ აი ასეთი თასების დედოფლის მინუსური ენერგიებიდან გადადიხართ თასების დედოფლის პოზიტიურ პლუსურ ენერგიებში და თქვენს რეალობაში შემოდის მეტი სიყვარული, მეტი თავდაჯერებულობა. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით შეიძლება იყოს ინტრიგა, მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ზოგთან პარტნიორი, ზოგთან ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ უმეტესობასთან აქ რეზონირდება, როგორც ის, რომ საკუთარ თავზე იგრძნობთ საკმაოდ ბევრ ყურადღებას, იგრძნობთ იმას, თუ რამდენად ლამაზი ხართ, გავიმეორებ, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებისთვის ხართ ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ასევე მეგობრებო, პირდაპირ ვიქნები და ძალიან დიდი შანსია ახლო მომავალში დადგეთ რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე. ეს არჩევანი ყველასთვის ინდივიდუალურ საკითხებს ეხება, ანუ ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტულად სასიყვარულო ასპექტებს, ან კონკრეტულად ფინანსებს, ან იმას, ან ამას ეხება მეთქი. და ნახეთ,
ამ არჩევნის წინაშე, როდესაც დადგებით, ახლო მომავალში გაითვალისწინეთ, ახლა ჩემი რეკომენდაცია, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ცივი, რაციონალური გონებით, ემოციების გათიშვით. ანუ მაქსიმალურად გათვლითი უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება და მინიმალური ემოციური ფონით. მოდით კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს მეორე ვარიანტს 10 ივლისის სავსემთვარეობა. პენტაკლების სამიანი, მოლაპარაკებები, ოქროს შუალედის პოვნა და კომპრომისი. ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ ბევრ თქვენგანს აქ ელოდება ახლო მომავალში კონკრეტულ ადამიანთან მოლაპარაკება ან შერიგება. ერთეულებთან რეზონირდება როგორც სამსახურზე აყვანის პროცედურები ან დაწინაურების პროცედურები, იმიტომ რომ პენტაკლების სამიანი არის, ხო? უფრო გასაუბრებების ენერგიები აქვს და შეხედეთ ასევე ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ შეძლებთ გარკვეული ოქროს შუალედის პოვნას თქვენს წარსულსა და თქვენს ამჟამინდელ ვერსიას შორის. მესმის ბევრისთვის შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ, ვინც ახლა ასეთ ენერგიებში არის, იმან გაიგო, რაც ვიგულისხმე და ისინი ხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.